იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ეს თეატრი, ქართული თეატრი უკვე რამდენი ხანია ამ ბრძოლაშია, ხო, შესული. ჩვენ არ დაგვაუწყოს ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც არის პატიმარი, რეჟიმის პატიმარია. და ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელსაც ეს თეატრი და თვითონ დათო დოიაშვილი აკეთებდა ეს ბოლო პერიოდი, ხო? ანუ თეატრი, რომელიც იყო ავანგარდში, ბრძოლის ძალიან ბევრი მსახიობი, რომელიც არის ავანგარდში ბრძოლის და ნამდვილად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ალბათ რეპრესიული რეჟიმის გამოხატულება სწორედ ეს არის, რომ ადამიანებს, ვინც არიან ბრძოლის ავანგარდში, სწორედ რეპრესიები მოუწყონ, რომ მე შემდეგ სხვა გააჩუმან. ხო, მე არ მგონია, რომ ეს ბოლოა გულწრფელად, ეხლა მე არ მაქვს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მაგრამ არ იქნება ბოლო, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი თუ რეჟიმი არ დასუსტდება ისე, რომ საბოლოოდ, თქვათ, ჩვენ პირობებს დათანხმდეს, რაც ექნება ქართულ ხალხს და პროტესტს, რა თქმა უნდა, ეს რეპრესიები გაგრძელდება. ამიტომ სოლიდარობა თეატრს ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა ეს სოლიდარობა, რომელსაც საქართველოში ქართული საზოგადოება გამოხატავს და პრინციპში მე მინდა ვთქვა, რომ რეჟიმი გააგრძელებს, სანამ ჩვენ არ შევთავაზებთ ძალიან დიდ, ესე ვთქვათ, როგორ ვთქვა, იმ ფაქტურას ბრძოლის, რომელიც მათთვის იქნება რა უნდა იყოს, ხატია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. რა უნდა იყოს? აი და წეგან ბადრი ჯაფარიძეც საუბრობდა ამაზე, ხო? გარდა იმისა, რომ მართლაც ყველა ძალიან ნიჭიერი რეჟისორი დასაჯეს, ხო? პროტესტისთვის, ასევე დასაჯეს სოლიდარობისთვის. სოლიდარობა არის მიუღებელი მათთვის და უპრეცედენტო სოლიდარობა აჩვენეს ამ ადამიანმა და ზოგადად ამ სფეროში, რასაც ვუყურეთ მთელი ამ თვეების განმავლობაში, მართლა ძალიან დიდი სოლიდარობა აჩვენეს იგივე ანდროს მიმართ, მთელი აი ამ მოძრაობის ამ პროტესტის მიმართ. რა არის ის, რაც ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ? მე მეტი კონკრეტიკა მჭირდება ამასთან დაკავშირებით და არა ის, რაზეც სულ საუბრობთ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ რაღაცა კოორდინაცია, ერთიანობა, შეთანხმება და ასე შემდეგ. აი, როგორი უნდა იყოს მაშინ ეხლა დღეიდან ჩვენი ბრძოლა, რა უნდა შევცვალოთ? მე ვფიქრობ, არა მხოლოდ სოლიდარობისთვის, არამედ ეს არის რეჟიმის ძალიან ისეთი სერიოზული მცდელობა, რომ ყველა თავისუფლების კუნძული მოაშთონ, ხო? ანუ ეს თეატრი თავისუფლების კუნძული იყო, მედია თავისუფლების კუნძულია, პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციური მეტწილად თავისუფლების კუნძულია და იქ ადამიანები საუბრობენ. ანუ ეს არის რეპრესიული ინსტიტუტის ძალიან სერიოზული ესეთი ანატომიური ბრძოლა თავისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ რა უნდა ვქნათ? ეხლა ჩვენ თავარი არის ვაჩვენოთ ის შემართება, როგორიც აჩვენა ძალიან ბევრმა ხალხმა და ბევრმა თქვათ საზოგადოებამ და მათ შორის ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ და მე სხვათა შორის დღეს დავწერე სოციალურ ქსელში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი გვიახლოვდება 26 მაისი. ანუ ეს არის დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის, ეს არის თავისუფლების დღე და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აი ამ დღეს ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ აჩვენოს ძალიან მნიშვნელოვანი ერთიანობა. ეხლა ეს რას გულისხმობს? პარალელურად, რაც მიდის მაგალითად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს საქართველოს ღალატის კომისიაზე, ხო, ჩვენი გმირების გასამართლება, ჯარის გასამართლება, ჩვენი წარმოუდგენლად მძიმე საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის ბრალდება რუსეთ-საქართველოს ომში. ასევე ბრალდება იმაზე, რომ მაგალითად ნებისმიერი გმირი, რომელიც თავსდებს საქართველოსთვის, ამ გმირის, ასე ვთქვათ, თავდადება ყოფილა ყოველგვარი, ვთქვათ, არ ვიცი, ტყუილად და ნებისმიერი თავდადება ქვეყნისთვის და სამშობლოსთვის არის რაღაცა, ვთქვათ, თავგანწირვა, არაფერი თუ ჩავთვლის, ვთქვათ, ჩვენ წულუკიანის აი ამ კომისიას, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს დღის წესრიგი, რომელსაც რეჟიმი გვახევს თავს, ანუ ეს ღალატის ფონი, ხო? ამას უნდა დაუპირისპიროთ ძალიან დიდი ერთიანობა. ერთიანობა ეს არ გულისხმობს იმას, რომ რაღაცა ერთ, ვთქვათ, სუფრასთან ისხდეს ან ოპოზიცია, ან საზოგადოების წარმომადგენლები, ან რაღაცა ერთიან სიაზე იყოს ლაპარაკი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებზე, აი ამ კონფიგურაციაზე საუბარი ჩაგვახრჩობს თვითონ ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგში. მე არ ვამბობ, რომ პოლიტიკური საკუთარი დღის წესრიგი უნდა შესთავაზოთ. სხვათა შორის 26 მაისთან დაკავშირებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი არ მოაწყობენ და თქვენ ამბობთ, რომ ეს უნდა იყოს სახალხო ზეიმი, ანუ არა, ეს უნდა იყოს პროტესტი, არა, ეს უნდა იყოს ძალიან სერიოზული დაპირისპირება. მე ვგულისხმობ ადამიანების, ასე ვთქვათ, გამოხატვა ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უნდა იყოს მარშები და ამ პროტესტს უნდა კონდეს ანწუხელი ძის 26
მაისს ანწუხელიძის და რა თქმა უნდა ჩვენი გმირების, შინდისის გმირების და იმ ქართული ჯარის სახე პირველ რიგში. ამიტომ ეხლა იცით რა არის, როდესაც საუბრობთ მაგალითად ან არჩევნებზე, ან რაიმე სხვა პოლიტიკურ პროცესზე, რა თქმა უნდა, ქალტონეკა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი უნდა იყოს არჩევნები. დისკუსიის გახსნა თვითმმართველობის არჩევნებში, მონაწილეობაზე, არ მონაწილეობაზე, რა პირობებში მონაწილეობაზე, რაზეც გიგი უგულავამ სოციალურ ქსელშიც დაწერა და გუშინაც თქვა ინგასთან, რამდენიმე პირობა მან ჩამოთვალა, არ მიგაჩნიათ საერთოდ. არა, მე ვფიქრობ, რომ ამაზე მსჯელობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მე გულისხმობ იმას, რომ ეს არ უნდა იყოს საზოგადოების და ზოგადად იმ პრინციპების დახლეჩვის მცდელობა, რომელიც არის თქვათ მაგალითად დღეს, ხო? ანუ კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერი პარტიული თქვათ დღის წესრიგი, რაც გულისხმობს პოლიტიკურად არჩევნებში მონაწილეობას, არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესი. მაგრამ ეხლა შევხედოთ მეორე ნაწილს, ხო? ამ სტატუს კოთი და პრინციპში გიგის ეს უწერია, ხო? ამ სტატუს კოთი მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, ეს არის მიუღებელი და დაუშვებელი. მე იმისიც არ მჯერა მაგალითად ქალტონეკა, როდესაც მაგალითად ზოგიერთი პარტია ამბობს, რომ ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. რას ნიშნავს თვითმმართველობის არჩევნებში მზადება იმ რეჟიმის პირობებში, რა რეჟიმის პირობებში პარტიული დაფინანსებები არ არსებობს, არ არსებობს ზოგადად ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც გადაწყვეტს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში, ან ნებისმიერ არჩევნებში თქვა ფინანსურად დაეხმაროს პარტიებს, ზოგადად ესეთი ბიზნესი გაიგუდება დაახლოებით რამოდენიმე დღეში, ან მაგალითად კომისიის წევრები, ან საუბნო საარჩევნო კომისიები, ან ზოგადად ამ კალანდარიშვილის პირობებში როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. ამიტომ ამაზე მსჯელობა მნიშვნელოვანია. ეს არის ყველა პარტიის, რა ვიცი, ნორმალურ ქვეყანაში და საზოგადოებაში, ეს არის ყველა პარტიის ამოცანა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ და გიგიც ამას წერს, რომ სტატუს კო, რომელიც დღეს არის, ამ სტატუს კოთი მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში არის დაუშვებელი. პირველი, ეს უნდა იყოს რეჟიმის პატიმრების განთავისუფლება, უნდა იყოს ახალი არჩევნები იმ პირობებით, რომ თავისუფალ საზოგადოებაში, თავისუფალ გარემოში მისცეს ხალხმა ხმა და სხვა შემთხვევაში უბრალოდ ნებისმიერი, თქვათ, აი ესეთი ბურთის გადაგდება, ხო, ეს არის უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი და მეორე. იცით რა, როდესაც საუბრობთ იმაზე, როგორ გავაძლიეროს ჩვენ პოლიტიკური ბრძოლა და მათ შორის როგორ გაძლიერდეს პროტესტი, რადგან ეხლა მე და თქვენ საუბრობთ, ხო, აი 26 მაისი მოდის და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ჩაერთოს ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გავითავისოთ ერთი ძალიან კონკრეტული ფაქტი. ეს არის რეჟიმი და ჩვენ თუ მას არ შევთავაზებთ ჩვენი თამაშის წესებს და პირობებს, რაც უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, მაგალითად თავისუფლებისთვის ბრძოლა და რუსიფიკაციის წინააღმდეგ, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით დანაწევრებული. ამიტომ არ ვიყავით ჩვენ იმის მომხრე და მე პირადად რო ვთქვათ, ამ საგამოძიებო კომისიას რაიმე სახის ლეგიტიმაცია ქონოდა, თუმცა ეხლა ნახეთ მაგალითად მეორეს მხრივ ზურა ჯაფარიძე, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ არ გადაიხდის გირაოს და მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ დამიბარეს, არავითარი გირაოს გადახდა ჩემი მხრიდან არ იქნება. ეს არის ძალიან სწორი პროცესი და რისკის გაწევა ზუსტად პოლიტიკოსების მხრიდან, მაგრამ თავარია რომ ეს ერთიანობა და ეს ერთიანი პოზიცია იყოს საზოგადოებასთან შეთანხმებული. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, 26 მაისი არის მნიშვნელოვანი თარიღი და ჩვენ უნდა მოვემზადოთ ძალიან ფართომასშტაბიანი მსვლელობისთვის, პროტესტისთვის და კიდევ ერთხელ ჩვენი წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ და ვაჩვენოთ რეჟიმს. მადლობა. მე ბევრი კითხვა